ციხეში პატიმრების გაუსაძლეს მდგომარეობაზე ძლიერი სიცხის გამო წლებია სახალხო დამცველის ანგარიშებში იწერება. სინდისის პატიმარ ექიმ გიორგი ახობაძის მიერ აღწერილ ვითარებას სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ადასტურებს. მანამდე პატიმარმა ტყუილში ამხილა იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს, რომ ციხეში გაგრილების სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. ციხიდან გამოგზავნილ აუდიო მიმართვაში კი ახობაძე ხვდება, რომ ციხეში არ არის ცენტრალური გაგრილების სისტემა და მხოლოდ შენობის გარეთ წყლის წვეთების გამფრქვევი ვენტილატორი მუშაობს. ამ სისტემას ახობაძის თქმით კიდევ ერთი პრობლემა აქვს, მენტალური ჯანმრთელობისთვის საზიანო ხმაურს გამოსცემს. ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ახობაძის ადვოკატმა 2 დღის წინ გაავრცელა. მისი თქმით, პატიმრები ვენტილატორის ყიდვას ციხის მაღაზიაში ვერ ახერხებენ, რადგან არ არის. ციხეებში არსებული მდგომარეობა არ არის ახალი, რომ ესე ვთქვათ, საკმაოდ რთული არის ვენტილაციის კუთხით. არაერთ ანგარიში საუბარია ამის შესახებ. ბოლო 2 ანგარიშიც რო ავიღოთ, რომელიც ახალგამცველმა გამოაქვეყნა, ადასტურებს იმას, რომ ვენტილაციის პრობლემა არსებობს. ის, რასაც გიორგი ახობაძე ამბობს, არ არის რაღაცა ჰაერზე მოგონილი და მარტო მისი მოსაზრება. ეს დასტურდება არაერთი ანგარიშებით, იმ მონიტორინგის შედეგებით, რომელიც ჩატარებულა ციხეებში ბოლო წლებში, ზაფხულის პერიოდში და სადაც ძალიან რთულია იქ გაძლება მონიტორებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ატარებენ და არათუ პატიმრებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ და საკმაოდ პატარა ზომის საკნებში ძალიან რთულია და ჭირს ვენტილაცია.